ან მე არ ვამტკიცებ რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ საზოგადოებას აინტერესებს 28 ოქტომბერს გადავედით ჩემი სახლიდან და გავემართეთ ეს 93 წელს დიახ ახალგაზრდისაგან მაშინ ვიყავით მე ზვიადი გურამაფსანძე მოყვებოდა როგორც აფხაზური საკითხის მომგვარებელი და მოდიოდა ის რომ ჩვენ ხონდა პირობა გურამაფსანძესგან რომ მან ის გაგვაცილებდა სოხუმიდან გროზნოში და ზიად გამსახურდია მე არ მინდოდა წამოსვლა არ მინდოდა იმიტომ ფული არ მქონდა თქვენ არ გინდოდათ აფხაზეთში წასვლა აფხაზეთში წასვლა საერთოდ არ მინდოდა ზუგდიდიდან წასვლა აჰა გასაგებია ხო და ზიად გამსახურდია მითხრა რომ შენ უნდა წამოხვიდე და რატომ არ არის ჩემი წამოსვლა მე დავრჩები აქ არა შენ უნდა წამოხვიდე იმიტომ რომ შენ ბავშვი რო დაგიჭირო რომელიმე რასაც უნდათ იმას გაკეთებიდებე ხო და შენ უნდა წამოხვიდე ჩვენთან ერთად ოჯახი უნდა წამოიყვანო შენ თუ როგორც მეთქვით ისე მოიქცევი მეთქი და ოღონდ ფული არ ამაქვს ფული გურამის ახო გურამსა მივედი და უთხარი ახლა წარმოვიდგინე ერთი თვის ის იყო ზალი ჩემი და ერთის მოყვანილი ყავდათ ბრძად ახალ დაუბრუნდა მაგრამ მოყვანილი კი არა ერთი თვეამდე დარჩენილი მშობიარობამდე ხო იმიტომ ხო ვანტობალიას ორი ვაჟი ყავს და ხათუნა მისი ზვიადის მეუღლე რა ვიცი ეს არაჩვეულებრივი გოგონა მოვიკითხოთ აქედან დიახ ჩვენ წავედით ზვიადისთან კი ბატონო მითხრა და წამოხვიდე ახლა როგორ გინდა წამოსვლა გინდა ის და ფული როგორ გაქვს როგორ გინდა მე იმას წავედი გრიშა ხობელიასთან უთხარი მაგას ჩემი გაჭირება იმან ბენზინი გამომართვა 2 ტონა ბენზინი გამომართვა იმისას გამომართვა კი არა რაც ჰქონდა დარჩენილი რენზეში ჰქონდა იქ რაღაცა და აი ეს მივეცით და იმის საფასურად მოვცა 2 მილიონი რუბლი 1500 მაეთი ღირდა მაშინ 1 ლიტრა ბენზინი კი მაგრამ როგორ გამოგართვათ ეს ხო პრეზიდენტი უნდა გადაგეყვანა დამეყვანა ის საკუთარი იყო მეგისი და ხო მაგრამ ხო შეიძლებოდა რომ არ გამოეყო არა ესეთი არ ხდება იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ყველას ნაშოვნია ყველას რაღაც ნაჯახილია და ახლა მიდი გამოართვია ის ხო არა და გამომართვა და მოვცა 2 მილიონი რუბლი 2 მილიონი რუბლი მოვცა და ამან მიგიყვანა ჩვენ კიევამდე მიგიყვანა ამ ფულმა მეც არ იყო ვარჩა იქ და მე ვიღაცას ვესწრაფი და ვიღავდი და გურამაფსანძეს რო ქონდა ფული გურამაფსანძეს რო ქონდა ის რომ ქონდა და მე გეუბნებით მე ის ვთქვი ხო და პრეზიდენტს ხო ჯეროდა რომ მივახლები ტანკის ლულაზე ჩამოვკიდე გურამაფსანძეს რომ ცოდა და ის რო ქონდა იქ მე დავიხარჯე რაც ჰქონდა ყველაფერი და ლა ვიღაცას რომ კეთება უნდა და რომ აქედან მიქონდა არ გავატონდი მაგრამ მე არ ვიცოდი ამის შესახებ მე არ ვიცოდი რომ ფული მიქონდა ლა ეს ფული სალაპარაკო გახდა რადგან მე მაგას რამდენჯერმე შევუთვალე ო გას განაღდა ანგარიში გასწორა ანგარიში და ფეხებზე გიგდა
რაღაცები. და მე სად დაბანაკდით თქვენ პრეზიდენტი? ჩვენ დაბანაკდით, ჩვენ არაფერი დაბანაკდით. ჩვენ მე როდესაც წამოვედი საბრძოლველად ხობში, მე იქიდან გადავედი ჩხოროწყუდან ისევ ზუგდიდში. ხო და ძალები არ ყოფილა ჩვენ ძალა არ ყავდა. 36 კაცი ყავდა ის აფხაზები ვინც იყვნენ ისინი და ისინი თურმე ანგარიშის გასასწორებლად ყავდათ იქ ჩამოყვანილი თორე ის საბრძოლველად კი არ ჩამოსულან ისინი რაღაც დახრაებული ბაივიკები ყავდნია და იმათ გაუკეთეს ლიკვიდაცია. თორე არაფერი ის არ გაიგებულა. ხოდა ჩვენ მე უკან როგორ წამოვედი მოვედი იმაში ოჩანჯირში. იორში მოვედი. იორში არავინ არ არის. არავინ არ ზიადია არც არავინ და მოვედი სადარიან არის სადარიან ვის კითხეთ სადარიან? არა, ჩვენ ახლა ვინ არის სადარიანთი არ არიან, მე არ ვიცი საწავიდე, მაგრამ ალბათ წავიდე მეთქი. წავიდე მეთქი იმაში. თქვენ ისევ ჩეჩნეთში, გროზნოში გეგონათ? მე ხო, გროზნოში მეგონა წასული.